მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო მე ესე იგი მინდა თქვენ გითხრათ რომ ჩვენ უკვე მეორეჯერ გავდივართ ახალ ფორმატში და ახალ დროით მედია კავშირ ობიექტივზე ჩინური პანორამა კიდევ ერთხელ ვახსენებ ჩვენ ტელემაყურებელს რომ ჩვენი გადაცემები აწი დაიწყება სამშაბათობით 18 საათზე და 30 წუთზე. მე მოგესალმებით, გაგახსენებთ რომ მე გახლავართ პროფესორი ბადრი ნაჭყებია სინძიანის ჩინეთის უნივერსიტეტის ექსპერტ კონსულტანტი და ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ჩინეთზე და ჩინეთის ირგვლივ სხვა თემატიკაზე. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი შეკითხვა მოდის იმასთან დაკავშირებით თუ აი ამ გლობალურ დაპირისპირების პირობებში რა ხდება ჩვენ რაზაკურველია ქონდა ცოტა სხვა გადაცემა დაგეგმილი და ვცდილობთ ესეთი გადაცემები დავგვეკმოთ უმეტესწილად ჩვენ ეთერში რომელიც ასახავს ქართულ-ჩინურ ურთიერთობას ჩინური წარმატებებს სხვადასხვა სფეროში გინდ კულტურა იყოს ეკონომიკა პოლიტიკა ასე შემდეგ მაგრამ ჩვენ ვერანაირად ვერ გავიქცევით იმ სიტუაციას რაც ჩინეთის ირგვლივ არის და მით უმეტეს იმ სიტუაციას რაშიც უშუალოდ ჩართულია ჩინეთი და ზოგჯერ მასზე ლაპარაკობენ რომ მას უშუალო როლი აქვს. დღეს უნდა შევეხოთ გაგახსენებთ რომ ეს გადაცემა ფაქტიურად არის ტელემაყურებლების თხოვნით იმ კონფლიქტზე რომელიც მიმდინარეობს პაკისტანში და ჩვენ ალბათ აგიხსნით ჩინეთის ჩართულობას ამ კონფლიქტში. იქიდან გამომდინარე რომ ძალიან ხშირად ასე ვთქვათ ინდო-პაკისტანური კონფლიქტი კაშმირზე აღნიშნულია მარტო ამ ორი ქვეყნით დაავიწყდებათ რომ ჩრდილოეთ ნაწილში კაშმირის ჩრდილოეთ ნაწილში უკვე რამდენი ხანია მიმდინარეობს კონტროლი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ. ასე ვთქვათ, ეს კაშმირის კონფლიქტი ერთ-ერთი სერიოზული კონფლიქტია ამ რეგიონში და თქვენ წარმოიდგინეთ ამ კონფლიქტში ჩართულია როგორც დაუშვათ ახლა ძალიან ბევრი ექსპერტი და მიმომხილველი ლაპარაკობს არავითარ შემთხვევაში ჩვენ მარტო ინდურ-პაკისტანური კონფლიქტით როგორც ესეთი არ უნდა განვიხილოთ და აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჩინეთის როლიც, იმიტომ რომ ახლა ამ ბოლო დროს ჩინეთის შუამავლობაზეა ლაპარაკი, ამ დროს ჩინეთს ფაქტიურად სამხედრო დაპირისპირება ჰქონდა იგივე ინდოეთთან და 1962 წელს იყო საკმაოდ მოკლევადიანი, მაგრამ შეიძლება სერიოზული შეტაკებები. სხვა რეგიონშიც არის გარკვეულწილად ტერიტორიული უთანხმოებები ჩინეთ და ინდოეთს შორის, მაგრამ კაშმირი არის ერთ-ერთი სერიოზული წერტილი ამ კუთხით, იმიტომ რომ ჩინეთი თulis ამას ჩინურ ტერიტორიად, რაც შეეხება ინდოეთს, ის ამ ტერიტორიას აღიარებს როგორც თავის ტერიტორიას, რომელიც ოკუპირებულია დაუშვათ იგივე ჩინური მხარეს მიერ. რომ გავერკვიოთ ამ სიტუაციაში, ჩვენ მოვიწვიეთ ცნობილი ექსპერტი აღმოსავლეთმცოდნე, რომელსაც ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს, ის არის საკმაოდ ცნობილი ბლოგერი, მას აქვს ბევრი საინტერესო სტატია, პუბლიკაცია და წიგნები გამოქვეყნებული. მისი ინტერესების სფერო არის აღმოსავლეთი, ირანი, პაკისტანი, ასე ვთქვათ, ახლო აღმოსავლეთი და დღეს ჩვენ ბატონი ვასილ პაპოვა დაგვეხმარება იმაში, რომ გავერკვიოთ ამ საკითხში. ბატონო ვასილო, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ რომ მოგზავნეთ ჩვენ გადაცემაში სპონტანურად მოხდა ცოტა ამ გადაცემის გაკეთება და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გაგებისთვის. ბატონო ვასილ, აი იმ თეზასთან დაკავშირებით, რომ აი დავუშვათ იგივე Deutsche Welle-ს, ვებერტელეს საინფორმაციო გერმანული სააგენტოს
მაგალითი მინდა ერთ-ერთი მოვიყვანო, სადაც ლაპარაკობს, რომ ეს კონფლიქტი აუცილებლად ჩინეთის კონტექსტის გარეშე არ შეიძლება ჩვენ განვიხილოთ. ეთანხმებით თუ არა ამ პოსტულატს და თუ შეიძლება რაღაც პრედისტორია გითხარით აი ამ კონფლიქტის. მოგესალმებით, მივესალმებ მაყურებელს. მოკლედ არ გაციებულა ჯერ ირანის ირგვლივ, ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ ეს კონფლიქტური სიტუაცია. შარშან დეკემბერში მოხდა სირიის კონფლიქტის ტრანსფორმაცია სხვა მიმართულებით, დაემხო ბაშარ ასადის და პარტია ბაასის დიქტატორული საერო რეჟიმი, მოვიდნენ ისლამისტები, სხვა კონფიგურაცია დაალაგდა, უკვე ამ კონფიგურაციაში ჩაერთვა სხვა მოთამაშეები, თურქეთის როლი გაიზარდა, ეს არ მოწონს ისრაელს, ანუ ისრაელი ურტყამს უკვე თურქულ ძალებს სირიაში, არადა ბაშარ ასადის ხელისუფლებაში ყოფნის კონტექსტში ერთად ებრძოდნენ ზუსტად ბაშარ ასადს. ეს წინა გადაცემაშიც მქონდა ამაზე საუბარი, ამას არ შევეხებით უბრალოდ საინტერესო გადაცემა მქონდა ამასთან დაკავშირებით. რამდენი რამ ხდება ახლა სირიის სიტუაცია, აქეთ ღაზას სექტორში ვხედავთ ისრაელი აგრძელებს სამხედრო ოპერაციას, მოაპირეს მთლიანად ამ ღაზის სექტორის დაკავებას, გასუფთავებას ხამასის ძალებისგან, შემდეგ რა კონფიგურაცია დაალაგდება არავინ არ იცის, თუმცა ხამასის გარეშე უკვე რომ სხვა რეალობა იქნება, ეს უკვე ცხადია. ისრაელი ამ სიტუაციას ხელიდან თავისთავად არ გაუშვებს. ამას ხელი შეუწყო დიდად ის ტერაქტი, რაც მოხდა ოქტომბერში და ისრაელი ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ამას დავუმატოთ აგერ ირანის საკითხი, აგერ აფეთქება პორტში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორტი, რომელიც ირანს ამარაგებს და პირდაპირ დაკავშირებულია ჩრდილოეთ სამხრეთ დერეფანს, ქვეყნის 80% აი ამ ტვირთი ბრუნვა ზუსტად ამ პორტზე შეჰიდ რაჯაის პორტი მიმული. ამას კიდევ დავუმატოთ ის რაღაც უცნაური აფეთქებები ირანის სხვადასხვა ქალაქებში, რომელიც როგორც პრესა წერს, ირანის ატომურ პროგრამას არის დაკავშირებული და ამ ყველაფერსთან ერთად დაემატა აგერ ჯამუ და კაშმირის პრობლემა. მე უბრალოდ მაყურებელს გავახსენებ, ჩვენ ვილაპარაკეთ ამაზე, რომ ახლა როგორც ბატონმა ვასილმა განაცხადა აი ამ ირანის პორტში უდიდეს აფეთქებებზე. ფაქტიურად ეს პორტია ერთ-ერთი სერიოზული პუნქტი აი ამ განთქმულ დერეფანში სამხრეთი ჩრდილოეთი, რომელიც ითვლება რომ პერსპექტივაში ის გახდება სუეცის არხის შემცვლელი არტერია, პარალელური არტერია და ამასთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზული ბრძოლა მიდის და არ დაგვავიწყდეს, რომ მთავარი მიზანი აი ამ არტერიის არის ინდური პორტები, ინდოეთი ყველაზე დიდი სახელმწიფოა და ისევ ჩვენ რაზეც ვლაპარაკობთ ახლა აი ამ პრობლემაზე, ამ პრობლემასთანაც არის ირიბად დაკავშირებული, რასაკვირველია, იმიტომ რომ დომინაცია აი ამ ხაზებზე, იგივე ინდოეთის იქნება პაკისტანის თუ სხვა ქვეყნებში, რასაკვირველია, ყველა ქვეყნის ინტერესებშია და აი ეს ფარული ბრძოლა მიდის ამასთან დაკავშირებით და ახლა გადავიდეთ ისევ ამ ჩვენ საკითხზე, ჯამუი კაშმირზე, რაც მე შეგეკითხე თქვენ რა მდგომარეობაა და ისევ ერთხელ თუ შეიძლება ჩაითვალოს თუ არა ის თეზა სწორად, რომ აქ უბრალოდ კლასიკური პაკისტანურ-ინდოეთის დაპირისპირებაა. ხო, ну ახლა თვითონ ამ კონფლიქტის გენეზის თუ არ ჩავწვდეთ, მაშინ ვერ გავიგებთ, რას ვერ იყოფენ და რატომ არის ასეთი დიდი ინტერესი. ჩვენ გვაქვს დრო და დიდი სიამოვნებით მოგისმენთ. კი ბატონო, ახლა ბრიტანეთის კოლონიალური ადმინისტრაციის პერიოდში მოგეხსენებათ, ინდოეთი იყო ერთიანი პაკისტანთან ერთად, ახლა მუსლიმები ცხოვრობენ თავისთავად, მაგრამ ასევე ათობით მილიონი მუსლიმი ცხოვრობდნენ ინდოეთის სხვა რეგიონებში. შემდეგ როცა ეს ბრიტანეთის კოლონიალური იმპერია დაიმსხვრა ინფორმატით, რაც იყო უშუალოდ სამხედრო გზით წარმოდგენილი რო იყო, თავისი კოლონიალური ადმინისტრაციით შეიცვალა ეს თანამეგობროთა იმით კავშირით, თუმცა ეს დამოუკიდებლობა რო გამოაცხადეს პაკისტანმა და ინდოეთმა, სხვათა შორის ინდოეთი იყო წინააღმდეგ პაკისტანი რომ გასულიყო.
ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევდა პაკისტანი, არ უნდოდა ინდოეთთან, იმიტომ რომ მაშინდელი ლიდერი, პაკისტანის სახელმწიფოების დამაარსებელი მამაწოდებული ჯინა, ხო, მოხამედ ალი ჯინა, ის თვლიდა რომ შეუძლებელია ერთი ცოცხალ ორგანიზმი, როგორც სახელმწიფო, ორი ასეთი ანტაგონისტური ძირითადად რელიგიური იმაზე კეთდებოდა აქცენტი, იმიტომ რომ ახლა ეთნიკურად მივუდგეთ, ახლა ინდუისტები, ინდუელები, ხო, იქაც არიან მუსლიმები ახლა მათ შორის და რა ინდუიზმის მარტო მიმდევრები. პაკისტანი უფრო სხვანაირი დაყოფილი ტომობრივი ერთეულს წარმოადგენენ, თავისუფლად მუსლიმი მოსახლეობები და მათ სურდათ განცალკევება და ამის ფონზე მოხდა დიდი შეტაკებები, ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა არასამხედრო დაპირისპირების დროს. კი ბატონო. ეს განცალკევება რა ხდებოდა ამ პერიოდში ინდოეთის სხვადასხვა რეგიონში და თვითონ ახლა პაკისტანის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ინდუსები და მოხდა მოსახლეობის გაცვლა, მილიონობით ინდუიზმის მიმდევარი გადავიდა ინდოეთში, ასევე მუსლიმები გადავიდნენ პაკისტანის ტერიტორიაზე, არის სურს ინდოეთის სახელმწიფოში ცხოვრება. ასეთ ვითარებაში ყველაზე სადავო საკითხი დადგა ამ ჯამუ და ქაშმირის სამთავრო სირული, სამთავრო იყო. და ინდოეთი ახლა მაჰარაჯა იყო ხელმძღვანელი, ფაქტიურად აბსოლუტური მონარქია იყო ჩვენ. კი, მაყურებელს შეიძლება არ იცის, მაგრამ ინდოეთი ბრიტანეთის კოლონიალური ადმინისტრაციის პერიოდში იყოფოდა თუ არ ვცდები 500-ზე მეტი სამთავრო იყო. ზოგი დიდი, ზოგი პატარა, ზოგი რაღაც 10 კვადრატული კილომეტრი, ზოგი თქოთ იქ 100,000 კვადრატული კილომეტრი, თუმცა სხვადასხვა ზომით, რომელსაც მართავდნენ მაჰარაჯები. ეს ცნობილი ფილმები, ახლა ინდიური ფილმები, ვისაც აქვს საბჭოთა კავშირის ნანახი, იქ მაჰარაჯას იხსენიებენ ეს არის ისეთი მსახიობები იყვნენ, სადაც მაჰარაჯა, ზუსტად ეს ნიშნავს ტიტულატურას, აი ამ მართული აბსოლუტური მართლები თავიანთ სამფლობელოში. აი ამ მაჰარაჯებმა უმეტეს ნაწილად, მცირე ინციდენტების გარდა, უმეტეს ნაწილად ისურვეს თვითონ ამ უარი ეთქვათ აი ამ მონარქიულ წყობაზე თავიანთ სამთავროებებს და შესულიყვნენ ერთიან ინდოეთის აი ამ სახელმწიფო სტრუქტურაში, ანუ ინდოეთი რესპუბლიკა და ანუ მონარქიული ვერ გამოვიდოდა ახლა შტატი ყოფილიყო მონარქიული და სახელმწიფო რესპუბლიკური, რაღაც ნონსენსია. ამიტომ უარი თქვეს და სხვათა შორის ესეც საინტერესო იქნება, რომ ყველა აი ამ მაჰარაჯებს ეს ნიშნულოვანი, იმიტომ როგორი კასტური სისტემით დახასიათებული ხასიათება ინდოეთის იცნობს, ხო ეს ბრაჰმანები, ქშატრიები, ვაიში და შუდრები, ეს რაც ჯერ კიდევ რამოდენიმე 1000 წლის წინ არსებული. ანუ ეს დღემდე დომინირებს და ეს ბრაჰმანები, ეს მაჰარაჯები და სამხედრო კასტა ეს ქშატრი, ეს ბრაჰმანი ქშატრები, ესენი დარჩნენ ელიტად ადგილობრივ ნებში. არანაირი ქონების კონფისკაცია, ეგზეკუცია, გადასახლება, დაპატიმრებები არ მოხდარა. და ეს ჯამუ და ქაშმირის ბოლო მაჰარაჯა ხარი სინგხი მას ქონდა საკმაოდ რთული დამოუკიდებულება ინდოეთის დამოუკიდებლობის დამოუკიდებელ საქმეში მებრძოლ ლიდერებთან, ჯავაჰარლალ ნერუსთან, იმიტომ რომ ჯავაჰარლალ ნერუ მხარს უჭერდა აი ამ მაჰარაჯის ოპოზიციურ ძალებს. და აი ამ კონტექსტში თავისთავად ის მისი მომხრე ვერ გახდებოდა, თუმცა იმ პირობებში, როდესაც სხვა ასობით მაჰარაჯამ უარი თქვა თავიანთი მონარქიულ იმაზე, ტიტულატურაზე და თანამდებობებზე, ეს ერთადერთი გზა რჩებოდა აი ამ უკანასკნელ მაჰარაჯას ჯამუ და ქაშმირის დამოუკიდებლობა გამოიცხადებინა. თუმცა ამ საგარეო მხარდაჭერის გარეშე ვერ მოახერხებდა და ბრიტანეთმაც კაფე უთხრა, რომ ის მხარს არ დაუჭერს მას მთლიან დამოუკიდებელ სახელმწიფო ჩამოყალიბებას. კი, ანუ მხარს, იმიტომ რომ იზოლირებულია ახლა საიდან რომელი ახლა საზღვაო იმათ რო ყოფილიყო, კიდევ რაღაც შანსები იქნებოდა, მაგრამ ჩაკეტილი იმაშია და ახლა მომარაგების კუთხითაც როგორ უნდა დახმარებოდა ბრიტანეთი რომ ცხარე დაეჭირა, ხო შეუძლებელი იქნებოდა. კი ბატონო, ბატონო ვასილ, რა მინდა შეგეკითხოთ, აი ეთნოგრაფიულად ახლა თქვენ მინდა შეგეკითხოთ, რომ მაჰარაჯა მართველი იყო, ინდუისტური მართველი იყო, რასაკურველია და ამ შემთხვევაში აი როგორ მოხდა, რომ დემოგრაფიულად კაშმირის უმეტესი მოსახლეობა
ეხლა დავუშვათ ინდოეთში მოსახლეობა მიახლოებით თუ არ ვწდები სხვადასხვა მონაცემებით 12 მილიონამდე 6 მილიონამდე არის კი ამ შტატის ის პაკისტანის იმაში, მაგრამ აქიდან პაკისტანის მხარეს, მაგრამ აქიდან მუსლიმოს მოსახლეობა ინდოეთში შეადგენს 60%, პაკისტანში უმეტესობა ისინი არიან, დანარჩენი ინდუისტები, სიქხები, ეხლა ჩინურ მხარეზე იქ ბევრი არ არის მოსახლეობა, იქ რამოდენიმე 10,000, აი როგორ მოხდა ესეთი დემოგრაფიული სიტუაცია მახარაჯას მმართველობაში და იგივე მუსულმანი მოსახლეობა ძალიან ხშირად ლაპარაკობს, აი ეს ბოლო ტერაქტი რო იყო, რის გამოც ახლა ჩვენ შეკრებილი ვარ და ომი რო არის. ერთ-ერთი მიზეზი ამ ტერაქტის ის იყო, რომ რაღაც ჩამოსახლებები მიდისო და აი ამ ათწლეულობის განმავლობაში ყოველთვის პრესას თუ წავიკითხავდით, სულ ეს პრობლემა იყო უცხო ტომის ჩამოსახლება და კაშმირის რეგიონში. კი, დემოგრაფიული შეცვალა. კი ბატონო. ხო, ეს აპრობირებული მეთოდია, ბევრი სახელმწიფო იყენებდა მას, რომ დემოგრაფიული სურათის შესასვლელად იმ რეგიონში, რომელსაც პრეტენზია აქვს და თვლის, რომ მისია თავისთავად, მარტო ჯარზე დაყრდნობით ჯარისიმენდად ვერ იქნება, იმიტომ რომ საჭიროა ბალანსი შეიცვალოს მოსახლეობაში, რათა მათი მხრიდანაც კონდეთ ხარდაჭერა და საბაბიც კონდეთ. თუ რამე კონფლიქტი გამწვავდა, რომ ჯარი შეიყვანოს და იმ მოტივით რომ იცავს საკუთარ მოსახლეობას, ჩვენთან ეს პასპორტიზაციის გავიხსენოთ, ხო? ანუ საბაბი. აფხაზეთთან დაკავშირებით. ხო, ეთნიკურად რუსი არ არის ახლა აფსუა, მაგრამ პასპორტი რო ქონდა ჩვენ მოქალაქეებს ვიცავდა. იგივე ვითარება, ზუსტად აი ამ ჯამუ და ქაშმირის შემთხვევაში და ახლა ის ბოლო ის ვერ დავასრულე ახლა. ეს როდესაც დამოუკიდებლობის ის მომენტი ეს არ გაუვიდა ამ ხარესინგს ერთადერთი შანსი დარჩა მას შეერთებოდა ინდოეთს და როდესაც პაკისტანის და ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობა აჯანყდნენ შეარაღებული გზით და პაკისტანმა ჯარიც მიაშოლა და დაიკავა ის ტერიტორია რომელსაც დღესაც უკავია იქ აზავად ქაშმირი თუ როს უძახიან ეს ტერიტორია მუზაფარაბადი დედაქალაქია დღევანდელი ამ რეგიონის რომელსაც პაკისტანი აკონტროლებს ასეთ ვითარებაში ეს ინდუისტური ელიტა რომელიც მართავდა ერთი საუკუნის განმავლობაში ჯამუ და ქაშმირს, თავისთავად ისურვა შეერთებოდა ინდოეთს. იმიტომ რომ იქ არანაირი შანსი არ ექნებოდა გადარჩენის მუსლიმურ იმებში, ხო, დაამთავრებდნენ მაგათ. და თავისთავად ერთადერთი მოთხოვნა იყო ინდოეთის, რომ უარი ეთქვა ამ ტიტულარიზაციაზე და ერთიანი სახელმწიფოში შესულიყო. მიირთეს ზუსტად იგივე სტატუსის, რაც სხვა მახარაჯების სამთავროებები მიიღეს და მისი შვილი შემდეგ გუბერნატორი იყო და დღემდე ცოცხალია, 80 წელს გადაცილებულია ამ ხარესინგის შვილი იყო და დღესაც აქტიურად პოლიტიკური მასშია ჩართული. ხო, და მთელი ის ქონება რაც ჰქონდათ მახარაჯებს, იგი ათობით მილიარდობით ისა ჰქონდათ ზოგიერთი იმას მახარაჯს. მთელი ქონება სახელმწიფოს და ამ საქველმოქმედო ფონდებში დააბანდა. და მოსახლეობა თქვენ თქვით ის ბალანსი შესასვლელად. იმ მომენტში, როდესაც ეს მიერთება ინდოეთთან მოხდა, ეს 47 წელი, ოქტომბერი თუ ნოემბერი, აი 47 წელს მიწურული. იმ ვითარებაში დაახლოებით 70% იყო მუსლიმი მოსახლეობა. ამ კუთხით თუ სამართლებრივად მივუდგეთ, ეს ტერიტორია ეკუთვნოდა პაკისტანს. მაგრამ რადგან ინდოეთი ახლა სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე ამ რეგიონის, იმიტომ რომ ცენტრალურ აზიისკენ გასასვლელი მას ზუსტად ჩინეთისკენ გასასვლელები ჩინეთისკენაც და ახლა პაკისტანმა კი დაიტოვა ჩინეთთან გზა. კი ბატონო. და ჩინეთიც მიეხმარა სხვათა შორის და ამ ჯამუ და ქაშმირის ესე იგი გადასცათ დაუშვათ ჯამუ და ქაშმირის გარკვეული ტერიტორია, რომელსაც 20%-მდე გადასცა. არა, 20% არა. 20,000 კვადრატული კილომეტრი გადასცა და სახმელეთოის დერეფანი დაიტოვა, იმიტომ რომ თვითონ გაკონტროლების ის ამდენი რესურსი არ ქონდა. მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანი საკმაოდ ძლიერ სამხედრო მანქანას წარმოადგენს დღეს. მაგრამ ინდოეთს მაინც ისეთ კონკურენციას ვერ გაუწევს და მას სჭირდება ისეთი საგარეო მხარდაჭერა, როგორც ჩინეთისგან აქვს, მაგრამ ახლა ჩინეთის როლი ირთვება აქ. კი ბატონო, აი ის გადავიდეთ ჩინეთის როლზე და რა ხდება ახლა? უბრალოდ ახლა ეს ტერაქტი ახლა 26 ადამიანი დაიღუპა. 17-ია დაჭრილი. ხო, ახლა თანაც განსხვავებული ახლა ჩვენ კოლეგები ვართ ამ ტერორიზმის კვლევაში, ადრე თუ იქ ხდებოდა უბრალოდ სამხედროებზე, პოლიციელებზე თავდასხმა გავიხსენოთ
2016 წლის ტერაქტი, 2019 წლის ტერაქტი. 21-ის იყო, 20 პერმანენტულად. აქ ჩვენ ვხედავთ, რომ კლასიკურად მოსახლეობა მშვიდობიანი განადგურებული, ადგილობრივი ინდოელი ტურისტები და ერთი მოქალაქეა ნეპალისი და ერთი გაერთიანებული არაბთა საემიროების. ხო, ახლა ეს ტერაქტი თუ გადავხედავთ აი ამ ქაშმირის კონფლიქტს 47 წლიდან, ესე იგი მოუგვარებელია. პაკისტანს არ ჯერდება იმაზე, რაც დაიკავა, ინდოეთს უნდა იმის შემომტკიცება, რაც აქვს და ანუ პრეტენზია რა ჰქონდეს პაკისტანს და ასეთ ვითარებაში ახლა 26 ადამიანი აი ამ მასშტაბურ კონფლიქტთან ათობით ათასია დაღუპული საერთო ჯამში და ასეთ ტერაქტს, ну არ იყო ახლა ასობით დაღუპული, უარესი კომუნისტური ტერაქტები გვინახავს ახლო აღმოსავლეთში, თუმცა ეს ასეთი ვითარება დაძაბვა, რომ 9 მილიონი არმიების კონცენტრირება 750,000-იანი არმია ინდოეთის კონცენტრირებული, 750,000-იანი. იქითკენ 160,000 ორივე ბირთვული სახელმწიფოა. მათ უკან მესამე საზღვარია აქეთკენ ჩინეთთან, იქითკენ საკმაოდ არეული საზღვარია პენჯაბთან, სადაც სიქხური მოსახლეობაა და სხვათა შორის ამ ისტორიულად სიქხები აქ საკმაოდ სერიოზულად იყვნენ და აი ახლა ვიზები რო აუგრძალა ინდოეთმა პაკისტანელებს გამონაკლისი იყო თუ არ ვწდები სიქხებისთვის დაშვებული სიქხი მომლოცველებისთვის. სიქხებთან ისეთი კონტრა არ აქვთ ინდოეთს როგორც ამ მუსლიმებთან და პაკისტანთან. იმიტომ რომ იმათთან მაინც ახლა მოლაპარაკებების და ამ კუთხით დათმობების კუთხით მათთან საერთო ენის გამონახვა შეიძლება ახლა გავიხსენოთ ინდირა განდი ვინ მოკლა. კი ბატონო, სიქხმა პირადი დაცვიდან და იქ ერთი ამავე ასობით სიქხი მოკლეს, მაგრამ იმის მერე ის გავიხსენოთ ოქროსის მეჩეთის შტურმი იქაც რამდენი იყო, ხო? დაიღუპა. ნუ მაგაზე ცალკე მინდა დაგპატიჟოთ თქვენ ცალკე გადაცემაზე, რომ ეს ჩემი კვლევის საგანი იყო. საერთოდ სიქხური ტერორიზმი, იმიტომ რომ ჩვენ ეთნორელიგიურ ტერორიზმზე რო ვლაპარაკობთ, ძალიან ხშირად აი ვლაპარაკობთ ყოველთვის აი განურჩევლად პირველ რიგში ისლამურ ტერორიზმზე და დღეს აი იგივე ბუდისტური ტერორიზმი ცეილონზე, დღეს ბირმაშიც რა ხდება, ну ეს ცალკე საგანია, მაგრამ ეხლა ჩინეთის როლზე მინდა რომ თქვენ ყურადღება გაამახვილოთ. როგორ მოხდა გარკვეული ნაწილი ჩინეთის კონტროლს ქვეშ? კი ბატონო, ერთი ტერიტორია გადასცა, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი მოდის ცივი ომის პერიოდიდან. ახლა მაოისტური ჩინეთი, მაო ძედუნი როცა მართავდა, მოგეხსენებათ მაშინ კომუნისტური იყო თავისთავად, მაოიზმის ინტერპრეტაციით არა იმ საერთაშორისო ცნობილი კომუნისტური მარქსიზმ-ლენინიზმით, ცალკე იდეოლოგია შექმნეს, რომ განსხვავებულები არიან ისინი, ცალკე ფენომენი შექმნეს აი ამ კომუნისტური წინააღმდეგ, კომუნიზმის იმას მიეკუთვნებოდა, უბრალოდ ახლა იქ კომუნიზმს ახლა ეს ხოჯაიზმიც მიეკუთვნებოდა, ტიტოიზმიც, მაგრამ ეს რეგიონალური განსხვავებულება ხა ჩინეთის მასშტაბები მაინც სხვა იყო და გავლენები მისი უფრო საგრძნობი იყო იმ პერიოდში. აი საბჭოთა კავშირთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ჩინეთს. დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ის ეძებდა რეგიონში ისეთ ძალებს, რომლებისთვისაც ახლა შეიძლება ჩინეთის იდეოლოგია არ მიიღო, მაგრამ არც მისი მოწინააღმდეგე ყოფილიყო და არანაირი ნაბიჯი არ გადაედგო. ასეთი მოთამაშე აღმოჩნდა პაკისტანი. აი ბატონო ვასილ, აი ზუსტად ამიტომ ხო არ იყო რომ ავღანეთის ომის დროს, აი ჩვენ ვიცით ეს ფაქტებია, რომ გარკვეულმა ჩინელმა ინსტრუქტორებმა მიიღეს, ასე ვთქვათ, მონაწილეობა იმაში, რომ საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული კი ეს წამიგითხია თვითონ რუსი ტექნიკა და სპეციალისტები. რუსი გენერლების მოგონებებში ნახსნები ჩინური მინები.
პეხოტის საწინააღმდეგო, ქვეითების წინააღმდეგ, ეს ცნობილია, ყველასი ცნობილია, ყველა მიცის ეს ვინ რა როლს თამაშობდა. თუმცა მაინც მასშტაბები სხვა იყო, ხალხად პაკისტანის და ჩინეთის, მაგრამ ჩინეთმაც თავისი კვალი დატოვა ამ ავღანეთის კონფლიქტში. ასეთ ვითარებაში ახლა ჩინეთი გეოპოლიტიკური მეტოქი აღმოჩნდა, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირთანაც კაი ურთიერთობა ჰქონდა, დასავლეთთან ურთიერთობას ალაგებდა. ჩინეთმა როდესაც დაიწყო ცნობილი ვიზიტი ნიქსონის იმის შემდეგ უკვე დასავლეთთან ურთიერთობების შეცვლა, მაშინ ჩინეთმაც შეცვალა, ანუ პრაგმატიზმას ძლია ამ იდეოლოგიურ იმას მომენტს დოგმატებს. დაალაგა ურთიერთობა შახეს ირანთან, ყველაზე ძლავრი პროდასავლური რეჟიმი რაც კი იყო მაშინ ახლო აღმოსავლეთში 70-იან წლებში. მთელი სადაზვერო მონაცემები რაც კი ჰქონდა ჩინეთის დაზვერვას მემარცხენე ძალებზე, არადა შახის უშიშროებას ავაკებდა ძირითადად მემარცხენეებს, ჩინეთმა გადასცა ირანს. ანუ ის იმ დონემდე მივიდა და ეს ძალიან სერიოზული ინფორმაცია. პირველი ვინც ჩინურ პრესას რო გადავხედოთ 1973-14 წლებში ისეთი ენთუზიაზმი და გახარებით ულოცავდნენ ირანს იმას რომ ირანის შახმა მოახდინა 73 წელს მთელი ნავთობი ინდუსტრიაზე კონტროლის დაწესება, ესე იგი მოპოვება, გადამუშავება, შენახვა და გატანა. ანუ დასავლური კორპორაციები ჩაანაცვლა ირანის ნავთობის კომპანიამ. ამას ულოცავდა და ზუსტად ეს ანტიიმპერიალისტურ პოლიტიკის ჭრილში ჩინეთი ზუსტად ამას ასე განიხილავდა. ხო, და აი ამ ასეთ ვითარებაში ინდოეთი მეტოქი აღმოჩნდა. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირთან კაი ურთიერთობა ჰქონდა, კონფლიქტში არ შედიოდა ინდოეთი, თუნდაც დასავლეთთან ურთიერთობას რო ალაგებდა, იგი დასავლეთი თავისად ითხოვდა, რომ რაღაცა გადაეხედა საბჭოთა კავშირთან, თუმცა ინდოეთი ამას არ აკეთებდა. თუ გსურს ჩემთან ურთიერთობა, მე საბჭოთა კავშირთან კაი ურთიერთობა შევინარჩუნებს. ამასაც თავის მხრივ აფასებდნენ საბჭოთა კავშირში. იმიტომ რომ და კარგი დამოუკიდებლობა, კარგი მოგონებები შემორჩათ ინდოეთის პოლიტიკაზე საბჭოთა კავშირის მიმართ. იმიტომ რომ მე ვერ ყოველთვის სტაბილური პოლიტიკა იყო ინდოეთთან. ანტისაბჭოურს უბრალოდ ვერ ვიხსენებ ინდოეთის მხრიდან. მეც გეთანხმებით ამაში, მე მგონი არც ერთი შემთხვევა არ იყო ანტისაბჭოური, ის კი არა, ერთადერთი ქვეყანა იყო აი ესეთ აღმოსავლეთში, იგივე გაიხსენეთ ერთადერთი ვიზიტი ბოლო ავღანეთის პრეზიდენტის, რომელიც ნაჯიბულასი, რომელიც ინდოეთმა მიიღო, თანაც რაპატივით მიიღო უბრალოდ. ბოლოს არ უშველა მაინც არ უშველა, ამან პაკისტანის დაზვერვამ გაანადგურა სამწუხაროდ. კი. ხო, ჩინეთის დღევანდელ მდგომარეობამ, ესე იგი ეს კონფიგურაცია შემორჩა, ისეთი ანტაგონისტური ის არ აქვს თავისთავად, როგორც ცივი ომის პერიოდში იყო, უფრო პრაგმატულად უდგება ჩინეთი და არა ისე რადიკალურად, როგორც ეს იყო დამაკავშირებელი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამხედრო გზითაც ჩინეთის სათქმელი არ ექნება, თუ სიტუაცია მაქამდე მივიდა. ამის პლასტარმები უკვე აქვს. ბატონო ვასილ, თქვენ ახლა ეთანხმებით სხვადასხვა ექსპერტების რომ ჩინეთი ასრულებს ამ იმაში შუამავალ როლს და აქვს პროპაკისტანური პოზიცია. კი, პროპაკისტანური თავისთავად აქ ექნება, უბრალოდ ეს ისეთ სახით ხდება აი ამ განცხადების გაკეთება, რომ არ აღმოჩნდეს აი ამ კონფლიქტის გაღვივების პოტენციურად და ეს შეტაკებებში გადაზრდის ფონზე, რომ ის უკვე არის მხარე, როგორც აქეზებს პაკისტანს აი ამ ხრო, არა. პირიქით ახლა რა ძალა და რა ენერგია დახარჯა ჩინეთმა ირან საუდის არაბეთს შორის ეს ურთიერთობა რო დაალაგებული, დასავლეთს არ აქტიურია. ამ კუთხით. არადა წესით დასავლეთს უნდა აწყობდეს, რომ რეგიონში ეს მშვიდობა იყოს. ხო, ასეთი, იმიტომ რომ თუ მშვიდობა არ იყო, ნუ მაშინ მოიშლება მთელი ინფრასტრუქტურული პროექტები. მაგრამ როგორც ჩანს, ახლა უკვე უფრო დიდი მოთამაშეები არიან შემოსული ჩინეთის სახით. და ეს უკვე თავისთავად ცვლის იმ კონფიგურაციას დასავლეთის მიდგომას, რაც აქამდე არსებობდა. ანუ როგორც ჩანს, არ აწყობთ უკვე ჩინეთის ესეთი უხეშად ვთქვათ გაბლაწავება. იმიტომ რომ ახლა სულ სტაბილურია. ჩინეთი თავისი ინიციატივებით, ეკონომიკური ინიციატივებით, სამშვიდობო გეგმებით თავისთავად ვერანაირად ვერ ჩაჯდება, იმიტომ რომ გაცილებით დიდი და გრძელვადიანი და დინამიური პროგრამა აქვს ჩინეთს ამ კუთხით. გავიხსენოთ, რომელ სახელმწიფოს ჩინეთი ძალისმიერი მეთოდით რამეს თავს ახორს.
თუ მომიყვანთ ბოლო 10 წლის განმავლობაში. არავითარ შემთხვევაში ზუსტად ესაა ამაზეა ლაპარაკი. თავისთავად მიმზიდველია ბევრი სახელმწიფოს. მშვიდობიანი პოლიტიკა და გარკვეულწილად არ გამოურიცხავ რომ ეს კონფლიქტი ჩინეთის წინააღმდეგაც არის, იმიტომ რომ რაღაც აურიონ ამ სიტუაციაში არ დაგვავიწყდეს კიდევ ერთი ამბავი რომ იგივე საზღვარი დაუშვათ და იქ გზა რომელიც გაყვანილია არის გაყვანილი ესე იგი ჩრდილო აღმოსავლეთით სინძიან უიგურის ავტონომიური ოლქთან არის ეს რეგიონი კაშმირი მოსაზღვრე აქეთ ამხარეს ტიბეტთან ორივე ჩინური რეგიონია და სიძინპინის მთავარი ასე ვთქვათ ბოლონდროინდელი გეზი ერთი გზა და ერთი სარტყელი ერთ-ერთი კორიდორი გადის ამ ტერიტორიაზე და მიდის პაკისტანის პორტებთან ჩვენ ერთდროულად არ გამოურიცხავთ რომ სინამდვილეში მავანი მესამე მოთამაშეები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ ჩაითრიონ ჩინეთი დაუშვათ ამ კონფლიქტში რაღაცნაირად გააღვივონ სიტუაცია პირველ რიგში ალბათ ჩინეთ და ინდოეთს შორის რომ ჩინეთს შეექმნეს რაც შეიძლება მეტი პრობლემა. აუღურეთ ახლა გისმენთ უკვე ცივი ომის პერიოდიდან და დღემდე უკვე ეს ახსენი როგორი ვითარება როგორი დამოკიდებულება აქვს ჩინეთს ინდოეთის მიმართ. ის იდეოლოგიური მომენტი უკვე მოხსნილია თავისთავად, მაგრამ დარჩა სუფთა გეოპოლიტიკური პრაგმატული ვითარება. პაკისტანი არის ინდოეთის უკაცრავად პაკისტანი არის ჩინეთის სტრატეგიული მოკავშირე და წლიური სავაჭრო ბრუნვა თუ არ ვცდები ესე იგი რამდენ მილიარდზე იყო იქ საუბარი 20 მილიარდი თუ არ ვცდები 20 მილიარდი კი 20 მილიარდი არის აქედან თითქმის 90-95% ესე იგი ჩინეთში აქვს პროდუქცია. ანუ პაკისტანი ყიდულობს, პაკისტანის იმპორტს ახორციელებს ჩინეთიდან. და ინდოეთი, რომელიც მეტოქია ჩინეთის წლიური სავაჭრო ბრუნვა 120 მილიარდი დოლარია. და აქედან 110 თუ არ ვცდები თუ 105 მილიარდი ინდოეთი ყიდულობს ჩინურ პროდუქციას. რაში უნდა აწყობდეს ჩინეთის დალაგებული სქემა სავაჭრო იმის მოსპობა კონფლიქტების გაღვივებით ასეთ ვითარებაში ხო ორივე ბირთვული სახელმწიფოა პარიტეტი მხოლოდ ბირთვული შეიარაღებაში აქვს თითქმის თანაბარი აქვს 170-180 ქობინა აქვს ორივე სახელმწიფოს მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით თავისთავად ახლა ერთ-ერთზე რო დავტოვოთ და ბირთვulis გამოვრიცხოთ ნუ პაკისტანს არანაირი შანსი არ აქვს უბრალოდ ნუ რასაკურველია მასშტაბები ახლა ხო რესურსი გადამწყვეტია აქ გადამწყვეტია ყველაზე დიდი მილიარდნახევრიანი ქვეყანა რომელმაც მოსახლეობით ჩინოთ გაუსრო და თუ გინდათ აი ბოლო ფაქტი მე ახლა მოვიყვანე ციფრები განლაგების პაკისტანს აქვს ამ ტერიტორიაზე მობილიზებული 170,000 ჯარისკაცი ინდოეთს 750,000 ხუთჯერ უფრო მეტი ერთი ხუთზე რასაკურველია სავარაუდოდ თვითონ მოსაზღვრე ორი შტატიდან მოხდა მათი გადასროლა იმიტომ რომ იმდენი არიან რასაკურველია ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ინდოეთს რესურსიც აქვს უბრალოდ იგივე 750,000 ჯარისკაცის შენახვა ახალ ტერიტორიაზე მათი მომარაგება ლოგისტიკა და ასე შემდეგ საკმაოდ რთულია და დღეს ჩვენ ვხედავთ რომ სინამდვილეში ინდოეთი არის საკმაოდ სერიოზული სახელმწიფო და ჩვენ არ დაგვავიწყდეს ერთი რაღაცა რაზეც მე მინდა გადავიდეთ ბატონო ვასილ თქვენთან რომ ეს ქვეყნები არიან ბრიქსის ქვეყნების წევრები რასაკურველია და ეს ბრიქსი დასავლეთის დიდი შვედეულისთვის ახალი გამოწვევაა რასაკურველია თქვენ არ დაგავიწყდეთ ის ირონია ვლადიმერ პუტინის როცა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა შეეკითხა დიდ შვიდეულზე და პუტინმა ირონიულად უპასუხა რა დიდი შვიდეული ესენა რუკაზეც არ ჩანანო რაზეაო ლაპარაკიო რასაკურველია თქვენ მაინც როგორ გონიათ გარკვეულწილად წაქეზებას ჩარეულობას ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად ტერაქტებთან დაკავშირებით ტერაქტების ავტორი შეიძლება იყოს საერთოდ მესამე და მეოთხე პირი აი გავიხსენოთ 2000
10 წლის საშინელი მუმბაის ტერაქტი. როცა დაუშვათ ავტობუსს 8-ში არის ხო პარლამენტს უდაესწრა? პარლამენტის არა სასტუმროზე და იმაზე მუმბაიში. 2008 წელი იყო თუ არ? ნუ ბოდიში მოხდეს მაყურებელი 15 წლის წინ. შევწვით. მაგრამ ნუ მუმბაის ტერაქტის დროს როცა დაუშვათ მეახლობით 10-დან 15-მა ტერორიზმმა პარალიზება გაუკეთა 20 მილიონიან ქალაქს. პარალიზება. და მაშინ არ მისულა კონფლიქტი ასეთი ვითარება? არ მისულა, მაგრამ აქ ავტორები იყო დაუშვათ ყველა ლაპარაკობს რომ ამის შემსრულებელი იყო ტერორისტული ორგანიზაცია ლაშქარ-ე-ტაიბა და მე თუ შეიძლება ერთი რაღაცა მინდა გავიხსენო აი ამ ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით 2000 წელს მე ვიყოფებოდი ტელეკომპანია CNN-ის მოწვევით მის შტაბ-ბინაში ატლანტაში და CNN-ის ხელმძღვანელობა საკმაოდ კარგ შეხვედრებს გვიწყობდა ლიდერებთან, იქ ვიცე-პრეზიდენტთან იყო, იორდანიის მეფესთან იყო შეხვედრა, ექს-პრეზიდენტ კარტერთან იყო შეხვედრა და ასევე იყო ვიდეო ჩარტვები და ჩემთვის ძალიან საინტერესო ვიდეო ჩარტვა იყო. მაშინ პაკისტანის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო ლეგენდარული ფერვეზ მუშარაფი, რომელმაც შეიტანა სტაბილურობა პაკისტანში საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში. მეორე მხარეს იყო ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სატვანგ სინხი დელიდან. და ჩვენ გვქონდა საშუალება შეკითხვები დაგვესვა აქ გარკვეულ მასმედიის ხელმძღვანელებს. ხოდა ჩემთვის ახლა როგორც მე ტერორიზმზე უკვე აცლეულებია რომ მუშაობ და კლასიკურად ვიცოდი რომ იგივე ლაშქარ-ე-ტაიბა და ხარაკაკ ელ-ანსარი არის კლასიკური ტერორისტული ორგანიზაციები და ამერიკის შეერთებულ შტატებს რეესტრის ჰქონდა შეტანილი ეს როგორც ტერორისტული ორგანიზაციები, მაგრამ ამ შემთხვევაში ფერვეზ მუშარაფმა რამოდენიმეჯერ გაუსვა ხაზი რომ ესენი არ არიან ტერორისტული ორგანიზაციები და ესენი უნდა განვიხილოთ როგორც ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობის ნაწილი, რაზეც ნუ უკვე აგრესიულად სარტყვაკს იქე პასუხობდა რომ უყურეთო კინოწვადა. კლასიკური ტერორისტები არისო და სინამდვილეში ჩვენ ვიცით აი ეს ძალადობა რაც ხდება იგივე ჯამუში და კაშმირში იქ არის გარკვეულწილად საკმაოდ ისეთი კანონები, ნუ ეხლა როგორ არის, მაგრამ ადრე იყო საკმაოდ სერიოზული პრობლემა. უფრო გაამკაცრებული. დიახ, მაგალითისთვის მე შემიძლია გითხრათ, რომ იყო შემთხვევები, როცა დაჭრილ ინდოელ ჯარისკაცებს უბრალოდ გარბოდნენ ახლო-მახლო სამამტყოფოებიდან ექიმები, რომ ეშინოდათ, მათ რომ გაეწიათ სამედიცინო დახმარება. გაეწიათ, იზოლებული იყვნენ, გაქცეული იყვნენ, იმიტომ რომ იმდენად ძლიერები იყვნენ ეს ტერორისტული ორგანიზაციები, რომ ისინი უბრალოდ პასუხს აგებინებდნენ აი ამ მოღალატეობრივ ქმედებისთვის. აი ეს კიდევ ერთი მაგალითი დაძაბულობისთვის და იმიტომ შეგეკითხეთ, რომ აი ზუსტად ხომ არ არის მცდელობა, ბატონო ვასილ, აი მესამე ძალის ჩარევში, ტერაქტს თქვენ ჩემზე კარგად იცით, როგორ იყენებენ ამ შემთხვევაში და როგორც თქვენ სრულებით კარგად, ძალიან კარგად აგვიხსენით, რომ ჩინეთს არანაირად არ ჭირდება იქ დაწაბულობა. ის ახორციელებს მშვიდობიან ეკონომიურ პოლიტიკას, არის რაღაც ტერიტორიული პრობლემები ინდოეთთან, ყველაფერი, მაგრამ ამის ასე ვთქვათ აგრესიულად ამ კუთხით არ იქცევა დენონსაციას ამ ურთიერთობების გაეროს გადაწყვეტილების არაკეთებს და ასე შემდეგ. მიხვება დინებას. ამ შემთხვევაში ვის აწყობდა ეს დესტაბილიზაცია პირდაპირ მინდა შეგეკითხოთ. ამის თქმა ძალიან ძნელია, მაგრამ შევეცადოთ. თითი დავადოთ კონკრეტულ სახელმწიფოს. რასაკურველია, მაგრამ ჩვენ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. კი ბატონო. ირანის პორტში მომხდარი აფეთქება. კი ბატონო. პირველ რიგში ну ჩვენთან აი ასეთ თემებს არ იკრევენ, ანუ რო წაიკითხო კარგად, ერთი იმით გასაგები რო იყოს. მარშრუტები, სავაჭრო გზები, სად გადის, რა მასშტაბებისა, ვინ რა მოგებას ღებულობს.
ამის შემდეგ ბევრი რამ ნათელი გახდება. ეს ჩვენ არ ვიცით. გადააქვთ პირადულ რაღაც იმაზე, რომ ისინი მუსლიმები არიან ტერორისტები, გასაგებია, რომ შეიძლება ეგერ თქვენ ბუდისტები ასახელეთ, არანაკლები სისასტიკეებში ჩადიან, ეგერ იმას ცოცხლად ატყავებენ იმაში მიანმარში. და შრი-ლანკაში არ ჩამოვარდნენ, ბევრ საკითხში ჯოგრიან. ანუ გადააქვთ სხვა პრიზმაში, რომ აი მუსლიმები ტერორიზმი მორჩა გამთავრდა კი, მაგრამ რატო, როგორ, იმიტომ რომ ეს კონფლიქტი აგერ 40-იან წლებიდან გრძელდება, მუმბაის ტერაქტი უკვე დადასტურდა, ეგ ცნობილია, რომ პაკისტანი უწყობდა და ხელს და პაკისტანელები იყვნენ, ტერაქტი რომ მოაწყოს, იქ ასობით ადამიანი დაიღუპა, მაშინ არ მომხდარა ესეთი რაღაცა და დღეს რა ხდება? ასეთი დაძაბულობა, ვინმე ხელს არ უწყობს, რომ ეს ერთი რაღაცა დაეჯახნონ. კი ბატონო, რომ ასეთ შემთხვევაში ბევრი პროექტი იგეტება. დასაკურველია. ირანის პორტის პარალიზება, ეს ჩინეთთან ეს პაკისტანის გზა თავისთავად ჩაიკეტება. როგორ გავა იქ თუ პაკისტანს დასხო ინდოეთმა, თავისუფლად გადაჭრის ინდოეთის ჯარი იმ მონაკვეთს, რომელსაც სადაც აკავშირებს. შემდეგ პრობლემები თუ შეიქმნა, ისევ თუ გაგრძელდა ხუსიტების და სუეცის კანალის პრობლემები, ფაქტიურად ერთი გზა და ერთი სარტყელი, აი ეს დვებერთელა ვაჭრობა ჩინეთის ყველაზე დიდ რეგიონთან, ევროპასთან, საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშნის, არა მარტო ევროპასთან, იქ ჩრდილოეთ აფრიკაც არის, იქ უბრალოდ სხვა გასასვლელი გზებია, ასე ვთქვათ, მოგებული ვინ რჩება? ჩინეთი მოგებული არ რჩება. არავითარ შემთხვევაში ჩინეთი მოგებული არ დარჩება. რა ვაჭრობა აქვს ახლა ინდოეთთან და პაკისტანთან გითხარი და პაკისტანის გზით რო უკავშირდება უკვე ინდოეთის იქით სამხრეთით და ირანულ პორტებზე რო გადის პაკისტანის მეშვეობით კარაჩი, გვადარი ასეთ შემთხვევაში თავისთავად ინდოეთს არანაირად არ აწყობს ეს ჩაიშალოს, იმიტომ რომ ალტერნატივა რით უნდა ჩაანაცვლოს საიდან მაშინ უნდა შემოუაროს ინდოეთის ოკეანე, რომელსაც ინდოეთი აკონტროლებს და იქ ამერიკაც. კი ბატონო. ხო და ამიტომ ჩინეთისთვის საკმაოდ არამომგებიანია, იმიტომ რომ მარშრუტი დასკვნა გავაკეთოთ. ასეთი აწყობილი კონფიგურაცია მაშინ რით უნდა ჩაანაცვლოს. ჩინეთისთვის არავითარ შემთხვევაში არ არის მომგებიანი და შეიძლება ეს კონფლიქტი უბრალოდ მიმართული იყოს პირველ რიგში ჩინეთის წინააღმდეგ და მე მინდა ახლა ერთი შეკითხვა დაგისვათ. ბატონო ვასილ, მე ვიცით რომ თქვენ ძალიან აქტიურად აკვირდებით მასმედიას, აკეთებთ დედუქტიურ ანალიზებს. მეჩვენება თუ ასეა, რომ დასავლური პრესა, ხას უსვამ, დასავლური პრესა, მე ახლა უყურებ ინდურ პრესასაც, ინდონეზიურ პრესასაც, ლათინურ ამერიკულ პრესასაც, მაგრამ გამოვყოფ, რომ დასავლური პრესა ამ შემთხვევაში აი პრაქტიკულად ძალიან ხშირად რაღაც ფატალურ პროგნოზებს აკეთებს იმაში, რომ დღეს თუ არა ხვალ, ასე ვთქვათ, შეიძლება დაიწყოს ბირთვული ომი და კი, ინდოეთმა განაცხადა, რომ აი ამ მდინარეებს გადავკეტაო, მაგრამ პრაქტიკულად ერთი რაღაცა ავიწყდებათ ამ ხალხს, რომ მდინარეების გადაკეტვა ცოტა ფორმალური ხასიათი აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ აი მდინარეს რო გადაკეტავ, ის ვებერთელა წყალია, სადღაც უნდა დააგროვო და სადღაც უნდა გაიყვანო. ეს ესეთი მარტივი არ არის. ეს ნამდვილად ინდოეთი რო ლაპარაკობს, უკაცრავად პაკისტანი ეს ომის გამოცხადებას ნიშნავს. აი ეს დასავლურ მასმედიას, დასავლურ პრესას თუ მეჩვენება მე, აი ესეთი სიტუაციის დაძაბვა არისთვის უნდა აი ამ სიტუაციაში. თუ მეთანხმებით ამაში ალბათ გადახედეთ. თუ მეჩვენება ეს მეორე საკითხია. პრესას თავი რო დავანებოთ, აქ სხვა რაღაცა ჩანს. ვერ ხედავ დასავლური ქვეყნების აქტიურობას მოლაპარაკებების გზით მოაგვარნა. აქტიური ჩასვლები და არა განცხადებების დონეზე. ახლა ბრიუსელიდან, ტრიბუნიდან რასისტურის იქ შეიძლება ყოველდღე ნებისმიერ ნაბიჯი რაღაც ფატალური აღმოჩნდეს აი ამ ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დაწყების კუთხით. აქტიური ჩასვლები როცა ჭირდებათ კი ჩადიან. ერიაში ჩადიან, ისრაელში ჩადიან, ეგვიპტეში ჩადიან, თურქეთში დაფრინავენ, ხო, როცა ჭირდებათ უშუალოდ, მაგრამ აქ ვერ ხედავ დასავლეთის აქტიურობას. როგორც აი ამერიკის შეერთებული შტატების რეაქცია ამასთან დაკავშირებით როგორ მიაქციათ? აი დაუშვათ ზოგი ექსპერტები ლაპარაკობენ, რომ ამერიკამ დაიჭირა კლასიკური პროინდური პოზიცია.
თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. პაკისტან ამერიკის აი ახლა ამ სიტუაციაში ამ კონფლიქტის დროს ხო ეს ბევრი ის არის მომენტი აქ პაკისტანს საკმაოდ კარგი ურთიერთობა ქონდას ვიძახი იმიტომ რომ ეს ცვალებადია ახლა აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებულ შტატებთან მისი სამხედრო შეიარაღება დიდწილად დასავლეთის ხელშეწყობით არის აწყობილი იმიტომ რომ საბჭოური პაკისტანს აღარ აქვს შეიარაღებაში ულტრათანამედროვე შეიარაღება ავიაცია გააჩნია და საკმაოდ ძლიერი ჯარი გააჩნია პაკისტანს ეს დასავლეთის ხელშეწყობით. ნუ იქ არაბული ქვეყნებიც ეხმარებიან დავისწავლოთ საუდის არაბეთი ამ ისლამური სოლიდარობისა და ნუ თავიანთი გეოპოლიტიკური ინტერესების გასატარებლად. ამ ვითარებაში ახლა თუ კონფლიქტამდე მივიდა და შუამავლის როლი არ გაჭრის, ნუ ამერიკისთვის რომელი იქნება ყველაზე ხელსაყრელი, ნუ ალბათ ინდოეთის ზეპსონის დადება, იმიტომ რომ პაკისტანს ნაკლებად შანსი რჩება. იმედი აქვს ახლა ბირთვულიმამდე არ მივა, იმიტომ რომ პაკისტანიდან არაფერი არ დარჩება. ჩვენ ფაქტიურად 2 წუთი დაგვრჩა ბატონო ვასილ, ძალიან საინტერესო ლაპარაკი იყო თქვენი საუბარი, ყოველთვის ძალიან საინტერესოა, მაგრამ ახლა მაინტერესებს კონკრეტულად ვასილ პაპავას პროგნოზი. თქვენ მოყევით რამოდენიმე ფაზა კონფლიქტების რომელიც იყო საკმაოდ სერიოზული ომები 71 65 იქნება თუ არა აი ესეთი გამწვავება თუ გაცვლიან ავიადარტყმებს როგორც გააკეთებენ და ამითი დამთავრდება აი თქვენი პროგნოზი ამასთან დაკავშირებით ჩვენ მე მგონი მოვილაპარაკეთ და ჩვენმა მაყურებელმა გაიგო თუ ვისაწყობს ეს კონფლიქტი რომ ჩინეთს რომ არ აწყობს ეს კონფლიქტი თავის საზღვრებთან ეს ფაქტია ეს უდავოა ხლა მხლა ორი ბირთვული სახელმწიფოს მასშტაბური გიხდით ბატონო ვასილ დრო დაგვრჩა ძალიან ცოტა და ხო ინდოეთ-პაკისტანს შორის მასშტაბური კონფლიქტი თავისთავად ჩინეთს არანაირი ინტერესი არ აქვს ამ კონფლიქტში რაში გადაიზრდება თავისთავად ისე ძნელი სათქმელია მაგრამ ბირთვული მას ნაკლებად ვარაუდობ იმიტომ რომ ღმერთმა დაგვიფაროს ამ კონფლიქტს ხა ინდოეთს დიდი ზიანის მიაყენებს მაგრამ პაკისტანი არსებობა შეწყვეტს არაფერი არ დარჩება ვფიქრობ აი ამ უფრო ამ ქაშმირის იმით შემოიფარგლებია სადაც ეს კონფლიქტი არის და მე მგონი მაინც ჩინეთი ითამაშებს გადამწყვეტ როლს ხოთაშორის ირანის გააქტიურდა აქ იმიტომ რომ პაკისტანის დაშლა და განადგურება ეს უკვე სიგნალი არის ირანის აღმოსავლეთი ბელუჯისტანის პროვინციისკენ კი ბატონო ამ რა საინტერესოა თქვენთან ლაპარაკი ბატონო ვასილ აუცილებლად დაუბრუნდებით მე მინდა გაგახსენოთ ძვირფასო მეგობრებო ჩვენი დრო იწურება ჩვენი სტუმარი დღეს იყო ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე ექსპერტი ბატონი ვასილ პაპავა მე გემშვიდობებით თქვენთან ეთერში მუშაობდა პოლიტოლოგი პროფესორი სინჯანის უნივერსიტეტის ექსპერტ კონსულტანტი ბადრი ნაჩხებია მომავალ სამშაბათამდე მადლობთ